სიუჟეტია ჩვენს ეთერში ჩვენმა ჟურნალისტმა მარიამ ლომთათიძემ ოფთალმოლოგიის დარგის განვითარების შესახებ მოგვიმზადა სიუჟეტი. ჩვენ ასევე შევიტყობთ განსაკუთრებით მოზარდებში თვალისთვის მავნე ზემოქმედების მქონე საგნების, ტელევიზორის, კომპიუტერისა და სხვათა შესახებ გავიგებთ თუ რამდენად დიდი ზიანის მოტანა შეუძლია მათ ჩვენი მხედველობისთვის. ნახოთ სიუჟეტი. დავამატებთ ნინო სიუჟეტის დასრულების შემდეგ უკვე ექიმ ოფთალმოლოგთან ერთად დაბრუნდებით და ჩვენ აი ამ თემას გავავცობთ ისე რომ იყავით ჩვენთან ერთად. დაგველოდეთ. ისევე როგორც მედიცინის სხვა დარგები ოფთალმოლოგიასაც განვითარების საინტერესო ისტორია აქვს. მასთან ერთად ვითარდება შესაბამისი ტექნოლოგიებიც. 19 საუკუნეში, როდესაც ჰელმჰოლცმა დაიწყო თვალის ოპტიკური მახასიათებლების გამოკვლევა, ეგრეთ წოდებული სკიასკოპია. ის მუშაობდა სამთლით და სარკით, დახრეტიანი სპეციალური სარკით. რაც არ უნდა განვითარებული იყოს აპარატურა, რაც არ უნდა წინწასული და მაღალ ტექნოლოგიური იყოს გამოკვლევები, მაპატით, მაგრამ ექიმისთვის მაინც არაფერი არ თulis. ძალიან ბევრ მშობელს ადარდებს ის ფაქტი, რომ მოზარდები დღითიდღე სულ უფრო და უფრო დიდ დროს ატარებენ ტელე, კომპიუტერისა თუ მობილური ტელეფონების ეკრანების წინ. თუ რა ზეგავლენა შეიძლება იქონიოს თანამედროვე ტექნიკამ მოზარდებზე, ამის შესახებ მოგვითხრობს ექიმი, ოფთალმოლოგი ვალერიან ხუროძე, რომელიც ამ საქმეს აგერ უკვე 30 წელია ემსახურება. მოზარდების გაუარესება მოზარდებში მრავალმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს, რა თქმა უნდა, ეს პირობებში არის თვალის სხვადასხვა დაავადებები. დღეისათვის ასეთი ფაქტორი შეიძლება იყოს ეკრანული დატვირთვა, კერძოდ კომპიუტერი, მობილურის ეკრანი. როგორც ხდება კომპიუტერთან 12-15 საათიანი ჯდომა, თუნდაც 5 საათიანი, განსაკუთრებით პატარა ბავშვებისთვის, განუწყვეტელს გულისხმობ და თამაში კომპიუტერზე, ინტერნეტში, ასე ვთქვათ, უთავბოლოდ სიარულის თუ შეიძლება ასე დაერქვას ბრჭყალებში. ამ დროს იწყება უკვე მხედველობის ძალიან ძლიერი გადაძაბვა, რომელიც შემდეგ თავდება ძირითადად ახლო მხედველობის განვითარებით. ექიმის თქმით, მოზარდებში კომპიუტერის ხშირი გამოყენება ასევე იწვევს თვალის სიმშრალეს, რომელსაც მშრალი კონიუნქტივიტი ეწოდება. კონიუნქტივიტი ბავშვებში საკმაოდ გავრცელებული დაავადება, ეს რამდენიმე სხვადასხვა სახის კონიუნქტივიტი არსებობს. ღვთისმადლით, ბაქტერიული კონიუნქტივიტები დღეს საკმაოდ ადვილად რჩება, ანტიბიოტიკის წვეთების უზარმაზარი არსენალია, რომელსაც იყენებენ ოფთალმოლოგები. ასევე საკმაოდ კარგად მკურნალობენ ვირუსულ კონიუნქტივიტს. რა თქმა უნდა, თუ ბავშვს არ დაემართება კონიუნქტივიტი და პროფილაქტიკურ ღონისძიებებს გაატარებენ მშობლები, ძალიან კარგი იქნება, კერძოდ ის რომ თქვათ, ბავშვი რომელიც კონიუნქტივით არის, სკოლაში არ უნდა გაუშვონოს, ხებს არ გადადოს. როგორც ვიცით, ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს კონტაქტური და ფერადი ლინზები. კონტაქტური ლინზების ტარება დაკავშირებულია ჰიგიენის წესების სრულდაცვასთან. კონტაქტური ლინზა როცა ირჩევა, ის ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს თვალის წინა ნაწილის, ეგრეთ წოდებული რქოვანა გარსის ზომებს. თუ ეს არ შეესაბამება, იმ კონტაქტურმა ლინზამ რა თქმა უნდა შეიძლება თვალი გააღიზიანოს, ასე რომ ნებისმიერი კონტაქტური ლინზის შერჩევა მხოლოდ თვალის ექიმს. რაც შეეხება ფერად ლინზებს, თანამედროვე მასალებისგან გაკეთებული ლინზა თუ ის ფალსიფიცირებული არ არის, რაც ხდება ხოლმე სამწუხაროდ, არ არის საშიში ჯანმრთელობისთვის და არც თვალისთვის, ოღონდ მას ტარებას რა თქმა უნდა გარკვეული წესები და ინსტრუქცია აქვს და ეს უნდა დაიცვას, ანუ ხელები სუფთა, ერთი ადამიანის ლინზა მეორემ არ უნდა იხმაროს და საქართველოში პირველად ჩვენ დავიწყეთ ღამის კონტაქტური ლინზები. ანუ ეს არის ლინზები, რომელსაც იდგამენ ღამით, იხსნიან დილით და მთელი დღე ხედავენ თავის თვალებით კარგად. გაუფრთხილდით მხედველობას, ის ხომ ფასდაუდებელი განძია. ამასვე მოწმობს ქართული გამონათქვამი. ადამიანი რაიმე ძვირფას თვალის ჩინივით უფრთხილდებაო. როგორც ცოტა ხნის წინ დააკვირდით, ჩვენ უკვე დავბრუნდით ეთერში ექიმთან ერთად, თუმცა ვიდრე მას არ მოგიდგენდეთ, ვიქტორინის გამარჯვებულს გავესაუბრებით, რომელიც პირდაპირ ეთერშია, ხაზია. გისმენთ? დილამშვიდობისა. დილამშვიდობი. მოგესალმებით და მადლობა იმისათვის, რომ გიყურებთ და იაქტიურებთ და დაგვიკავშირდით. გაგვეცანით თუ შეიძლება. ქეთი შუკაკიძე. ძალიან სასიამოვნო. კაპტონ ქეთი, შეკითხვა ასე იყო დასმული, უნდა დაგესახელებინათ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ დაარსებული ყოველკვირეული ოფიციალური ჟურნალი, რომლის რედაქტორიც გახდათ პავლე ინგოროყვა. ეს გახლავთ ჟურნალის სვეტიცხოვა.
ჟურნალის სვეტიცხოველი იყო ეს. დიდი მადლობა თქვენ გამარჯვებული ბრძანდებით და შესაბამისად საეკლესიო მაღაზია ალილოსგან ხატი გადმოგეცემათ საჩუქრად. წარმატებებს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ და იმას გავავთქვამ, რომ მომავალშიც დაგვირეკავთ. ახლა კი სტუმარი ჩვენს ეთერში აკადემიური დოქტორი მედიცინაში, ოფთალმოლოგი ქალბატონი ლუიზა ცომაია. მოგესალმებით ქალბატონო ლუიზა. დიდ მადლობას მოგახსენებთ ჩვენთან მობრძანებისთვის. ჩვენ საუბრობთ მოზარდებში ყველაზე მეტად გავრცელებულ თვალის პათოლოგიებზე და ესეთი შეიძლება ბევრი ჩამოვთვალოთ. ყველაზე გავრცელებული არის ვთქვათ რეფრაქციის დარღვევები, CLM, ამბლიოპია, რასაც ეძახიან ზარმაც თვალს, ხო იგივე. მოდით საუბარი დავიწყოთ რეფრაქციის დარღვევებით. რამდენად ხშირია მოზარდებში ეს პათოლოგია და რა იწვევს მას თუ აქვს გამომწვევი მიზეზები რომ ჩამოგვითვალოთ? უპირველეს ყოვლისა მადლობა მინდა მოგახსენოთ მოწვევისთვის და კიდევ მიულოცო ყველა ტელემაყურებელს და თქვენს დღევანდელი დღე ესეთ მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ჩვენს გილოცავთ. მადლობთ. რაც შეეხება ბავშვთა ასაკის პათოლოგიებს, ყველაზე მართლაც ეს თქვენ ჩანმონათვალი არის ყველაზე უფრო ხშირად გავრცელებული და მათ შორის ყველაზე პირველი ადგილზე დგას სწორედ რეფრაქციის დარღვევები, ანუ სათვალის მოთხოვნილება. მეტად მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ თუ ადრეულ ასაკში არ მოხდა სათვალის შერჩევა, შემდეგში უკვე ძალიან დაგვიანებულია მხედველობის აღდგენა, რადგანაც ბავშვი დაბადებული, ახლად დაბადებული ხედავს ძალიან ცუდად, 4%-ია მხოლოდ მისი მხედველობის სიმახვილე. შემდეგ თუ რა თქმა უნდა ნორმალური ფორმის არის თვალი, ეს ოპტიკურ სისტემას წარმოადგენს თვალი, მაგრამ ჩვენ მარტო თვალით არ ვხედავთ, ჩვენ ვხედავთ ტვინითაც. ეს ინფორმაცია თვალმა უნდა გადაცეს თავის ტვინს. სადაც არის ნეირონების სპეციალური თვალი ამ მხედველობისთვის. და იმ შემთხვევაში, როდესაც აი 5 წლამდე ასაკში არ ხდება გადაცემა, ამ სწორი გადაცემა, ასე ვთქვათ, ხდება ამ ნეირონების ატროფირება და შემდეგ უსუსურები ვართ ჩვენ მხედველობის აღდგენა. უკვე შეუძლებელია თითქმის მხედველობის აღდგენა. და ეს ბავშვები განწირული არიან ინვალიდობისთვის, ერთი სახელმწიფოსთვისაც არ არის და მით უმეტეს ოჯახისთვის არის დიდი ტრაგედია და არ შეუძლიათ ისწავლონ ზოგად საგანმანათლებლო სკოლაში. ამიტომ აი თითქოს ამ უბრალო ფაქტს, რომ აი სათვალის ტარებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ადრეულ ასაკის ბავშვებში. ხლა რა ხდება, როდესაც არის ნორმალურად მხედველი, ესე იგი ნორმალური ზომის თვალი და რქოვანა გარსი, ანუ ოპტიკური სისტემა წესრიგშია, ფოკუსური მანძილი, უკანა ფოკუსური მანძილი ხდება ზუსტად ბადურა გარსის ცენტრალურ ნაწილში და ის 4%, რომელიც მე აღვნიშნე დასაწყისში, თანდათანობით ვითარდება და 5 წლის ბავშვს უკვე აქვს ნორმალური მხედველობის სიმახვილე. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ თვალი ზომით არის პატარა, როგორც არის ხშირად შორს მხედველობის დროს, ან თვალი არის ზომით დიდი ნორმასთან შედარებით, რომელიც არის ახლო მხედველობის დროს. ეს არის სიმპტომები, მაპატიეთ გაწოდეთ, რომ შობელი ამას შენიშნავს. შობელი ამას ვერ შენიშნავს. როგორ უნდა გავიგოთ ეს? პროფილაქტიკის მიზნით აუცილებლად ბავშვი 1 წლამდე ასაკში უნდა შემოწმდეს ოფთალმოლოგის მიერ. ფართო გუგით, ესე იგი მედიკამენტოზურად უნდა გაფართოვდეს გუგა და შემოწმდეს რეფრაქცია. ანუ ჭირდება თუ არა ბავშვს სათვალე. რა ასაკში თქვით ხალხო? პირველი ეტაპი ეს სკრინინგი კეთდება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. თუმცა ჩვენთან ეს კულტურა არის, ეს კულტურა არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველა პოლიკლინიკაში შეიძლება არ იყოს ეს, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა მე ვიგულისხმე აი მშობლების მხრიდან, მაგალითად ჩვენ დაყოლშულები პედიატრთან, სხვადასხვა ექიმებთან, თუმცა ნაკლებად ვფიქრობთ ხოლმე იმას, რომ აუცილებელი არის 1 წლამდე ბავშვი ნახოს მაინც დაათვალიეროს ექიმმა. ეს პედიატრმა უნდა გაუშვას ბავშვი აუცილებლად 1 წლამდე ასაკის ბავშვი ოფთალმოლოგთან და ოჯახის ექიმმაც ასევე რა თქმა უნდა. როგორც აღვნიშნეთ, ესე იგი ეს მეორე სკრინინგის მეორე ეტაპი არის 3 წლის ასაკში, ეს ყველა მშობელმა უნდა იცოდეს. მესამე ეტაპი არის 6 წლის ასაკში, ხოლო შემდეგ წელიწადში ერთხელ აუცილებლად მხედველობის სიმახვილე უნდა შეუმოწმდეს ბავშვს სკოლის ასაკის პერიოდში. სამწუხაროდ ეს ტრადიცია, რომელიც ყველაფერი ცუდი არ ქონდათ კომუნისტებს, ქონდათ ბაღებს, საბავშვო ბაღებსაც, სკოლებსაც, ესე იგი ამოწმებდნენ წელიწადში 2-ჯერ თუ არა ერთხელ მაინც. ეხლა ეს სამწუხაროდ აღარ არის ეს ტენდენცია, რადგან ყველაფერი გახდა ფასიანი და ამიტომ მშობლებსაც უჭირთ ბუნებრივია მიყვანა ყოველთვის, მაგრამ
განსაკუთრებით ისეთ ოჯახებში, რომლის რომელი ბავშვების მშობლებიც ატარებენ სათვალეს, აი ამას ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექციონ. იმიტომ რომ ძალიან ხშირად სწორედ გახლავთ ეს გენეტიკური ფაქტორი. და ის გავაგრძელებ. კი, ძალიან საინტერესოა. ესე იგი, როდესაც არის თვალი პატარა ზომის, ფოკუსი უკანა ფოკუსი ხდება ბადურა გარსის უკან. ესე იგი, ცენტრში არ ხდება, სადაც არის მხოლოდ მხედველობა კარგი. მაკულას ეძახით, ესე იგი, ყვითელ ხალს. ანდა თუ თვალი არის დიდი ზომის, ასეთ შემთხვევაში პირიქით ეს უკანა ფოკუსი არის ბადურა გარსის წინ მოთავსებული და ბავშვი ხედავს ბუნდოვნად. და ამიტომ თუ ის ზუსტად არ მოხდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ამ ცენტრში, არა, მხედველობა ის რომელიც დაბადებისას ჰქონდა ასეთი დაბალი 5 წლამდე რომელიც უნდა განვითარებულიყო ნორმალურად, ის არ განვითარდება და მერე უკვე ძნელია ამის მკურნალობა. აი რომ მოდის 5 წლის ბავშვი დაუშვათ, ხომ, ზოგიერთ შემთხვევაში სამწუხაროდ უკვე შეუძლებელი ხდება ამ პათოლოგიის, ესე იგი, განკურნება. ქირურგიული ჩარევა, თქვა, აი ოპერაციას გულისხმობთ, რა შემთხვევაში ხდება უკვე აი დაბრუნება. ეხლა მე მოკლედ ჯერ ესე იგი საუბრებ შესახებ რომ არსებობს რა თქმა უნდა ყველაზე იოლი და ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი გზა ამის ეს გახლავთ სათვალე, რომელსაც დღესაც არ დაუკარგია თავის მნიშვნელობა. ესე იგი სათვალე ეხლა უკვე ისეთ ის არის დახვეწილი ტექნოლოგია სათვალის დამზადების, რომ თვით ისეთი მაღალი რეფრაქციების დროს, როდესაც არის პლუს თქვა 10 ან -10 და ესე შემდეგ, ისეთ თხელი ხდება ძალიან ბადურა ეს მინების დამუშავება. და ძალიან ხელმისაწვდომიც არის ამავე დროს მოსახლეობისთვის. მაგრამ არსებობს, როგორც აღნიშნა ჩვენმა კოლეგამ, კონტაქტური ლინზები, ძალიან მასიურად ეხლა შემოსული. მოზარდებში რამდენად მისაღებია? მისაღებია, მოზარდები, ის კი არა პატარა ჩვილებშიდაც, როდესაც აუცილებლობაა და განსხვავება არის თვალებს შორის დიდი, აი დაუშვათ, ერთ თვალს სჭირდება სათვალე, მეორეს არა, არის ეს შემთხვევებიც. და 4 დიოპტრზე მეტი, როდესაც არის განსხვავება თვალებს შორის, ჩვეულებს სათვალეს ვერ იტანს ასეთი ბავშვი. აი ასე დროს აუცილებლად სათვალე რო გაუკეთო, მისი ჟერწმის უნარი ირღვევა, იმიტომ რომ გამოსახულებები ვერ იტანს, სხვადასხვა გამოსახულებები რო შედის თავის ტვინში და ჟერწმის უნარი ირღვევა და თავბრუსხვევა გაორება ასეთ ბავშვებს. ამიტომ ასე დროს პირდაპირ ჩვენება გახლავთ სწორედ კონტაქტური ლინზა. უნდა გაკეთდეს ასეთ შემთხვევაში. ну რა თქმა უნდა ჩვენ ესთეტიური ხალხი ვართ ქართველები და სათვალეს აი ყოველ მესამე ადამიანს საზღვარგარეთ რომ ნახოთ თითქმის უკეთია სათვალე. მიუხედავად იმისა, იქაც ტექნოლოგია საკმაოდ მაღალ დონეზეა, იმის რომ გაიკეთონ თქვა ლაზერული ოპერაციები, მაგრამ მაინც შეუცვლელია. მაინც სათვალეს უფრო ანიჭებენ ზოგიერთი მათგანი უპირატესობა, მაგრამ ჩვენთან რატომღაც ეს ითვლება აი რატომღაც დაცინის ობიექტად ზოგიერთ შემთხვევაში მე ხლა ბავშვებში მუშაობ და კი ბავშვთან უფრო ხშირია ხოლმე ეს არის მშობელი რომ მოყავს ბავშვი და აი დაცინიან მეგობრები და ეს კულტურა ხო რაღაცა ზედმიწახელებს არ ქმნიან და აი ამიტომ იცით ეს კულტურა ჩვენ უნდა განმოვითაროთ იმ თვალსაზრისით პედაგოგებმაც ყველამ გარშემოყოფებმაც რომ სათვალე ეს არ არის იმახინჯე რომ ეს ბავშვი არ არის დაჩაგრული და აი ეს უნდა განმოვითაროთ აი ესეთ სიტუაციებში აუცილებლად უნდა კონტაქტური ლინზა ვიხმაროთ, როდესაც ბავშვი პროტეზს აცხადებს, რომ არ უნდა მაგალითად ალტერნატიული კონტაქტური ლინზა. არსებობს კიდევ გაგიგეთ, ეხლა მასიურად ყველა მიცის ამის შესახებ, რომ არსებობს კიდევ ლაზერული ოპერაციები სათვალის მოხსნის მიზნით. აი სწორედ თქვენ ქირურგიაზე დაგწანეთ. მაგრამ აქაც არის ესეთი კრიტერიუმები, რომ ეს ლაზერული ოპერაცია უნდა გაკეთდეს, თქვა, ახლომხედველებში 18 წლის ზემოთ. რადგანაც ახლომხედველობა პროგრესირებს, ასე ვთქვათ. თუ თქვა, შეიძლება კონდეს 2 დიოპტრი, დაუშვათ 1 წლის მერე შეიძლება 3 დიოპტრი და ასე შემდეგ, რომ იზრდება და 20 წლამდე ესეა სტატისტიკით, რომ 20 წლის შემდეგ თითქმის აღარ იზრდება, სადაც აჩერებს ახლომხედველობა და აი მიზანშეწონილი გახლავთ, რომ 20, ესე იგი 18-20 წლის ასაკში გაიკეთოს ახლომხედველობა. რაც შეეხება შორს მხედველს, აქაც ამათ შეუძლიათ ახლო უფრო ადრეულ ასაკში გაიკეთონ ეს ქირურგიული ჩარევა. დაახლოებით მე მაინც ურჩევდი რომ ზრდას რო დაამთავრებს თვალი, ეს დაახლოებით არის 10-12 წლის ასაკში.
ხოლო რაც შეეხება ის ანიზომეტროპიას, აი განსხვავებულ თვალებს, აი აქი უკვე პირდაპირ ჩვენება გახლავთ, რომ უნდა გაიკეთოს რაც შეიძლება ადრეულ ასაკში. თუ რა თქმა უნდა ვერ ხმარობს კონტაქტურ ლინზას, ანდა არის, სათვალეს ბუნებრივია ვერ გაიკეთებს ასეთი ბავშვი, რომ იმიტომ რომ იქ არის საშიშროება მხედველობის დაქვეითების. დიახ. აი რაც შეეხება აი ამ ასაკში ვთქვათ ბავშვებისა, სიელმე, ხო? აი ვთქვათ ერთი თვალის ზარმას თვალს უწოდებთ, აი ში აქვს ბავშვს, მაგალითად ჩემ დიშულს სჭირდა ეს და ეს ზარმაცი თვალი რაღაცნაირად გაუაქტიურეს მე მაღალ ასაკში ოპერაციაც დაჭირდა. როგორ ხდება ამის გამოსწორება? კი ბატონო, ეხლა რაც შეეხება ესე იგი როგორც აღნიშნეთ, ყველაზე პირველ ადგილზე დგას რეფრაქციის დარღვევები, ანუ ისა თვალის მოთხოვნილება და აი მეორე ადგილზე გახლავთ სწორედ ბავშვებში სიელმე. სიელმე გახლავთ არ არის მარტო კოსმეტიკური დეფექტი. ამ დროს მართალია გადახრილია თვალი ან შიგნით, შეიძლება იყოს გადახრილი გარეთ, შეიძლება იყოს ზემოთ ან ქვემოთ ვერტიკალური სიელმებს უწოდებთ ამას. ამავე დროს ხდება მეტად მნიშვნელოვანი ფუნქციის დაქვეითება, ეს გახლავთ ბინოკულარული მხედველობა. რაც ნიშნავს? რაც ნიშნავს, ეხლა მოგახსენებ. ორივე თვალიდან ცალ-ცალკე შედის გამოსახულებები, რომელიც შემდეგ მისი გამოსახულებების შერწყმა ხდება თავის ტვინში. აი, როდესაც ოღონდ თავის ტვინში უნდა მოხდეს ზუსტად იდენტურ ადგილებში ეს გამოსახულებები. ამიტომ თვალები იდეალურად უნდა იყოს სწორი. წარმოიდგინეთ, ეხლა ერთი თვალი არის სწორი, მეორე არის გადახრილი, ამიტომ არ ხდება ამ გამოსახულებების შერწყმა და ერთ-ერთ თვალს თავის ტვინი, იმიტომ რომ გაორებულად ხედავს ბავშვი თიშავს. წარმოვიდგინეთ. აი ეს ბუნებრივად თიშავს, თავდაცვის მექანიზმია ეს, იმ თვალს, რომელიც არის გადახრილი, იქ შესული ინფორმაცია ძირითადად ითიშება. ანუ მხედველობა არ არის. ესე იგი მხედველობაც ქვეითდება ბუნებრივია, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ზუსტად ცენტრში თუ არ მოხდა გამოსახულება, ესე იგი აქ არ განვითარდება მხედველობა ბუნებრივია, ხომ აღნიშნეთ ჩვენ თავდასაწყისში, იმიტომ სწორედ უნდა იდგეს, არა მარტო თვალის ზომაში უნდა იყოს ნორმალური, არამედ ცენტრალურად უნდა იდგეს, იმიტომ რომ აი ეს ყვითელი ხალი უშუალოდ თვალის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. და ამავე დროს გაორებულად ხედავს, გამიგეთ? გაორებულად რო ხედავს, ტვინს ძალიან აწუხებს გაორება და ამიტომ ერთ-ერთი თვალის გამოსახულებას თიშავს. და რაც უფრო ხანგრძლივია ეს გაორება და რაც უფრო დიდია ბავშვი, მე გინდაც რომ სწორედ დააყენო ეს ორივე თვალი და გააკეთო უჭირს აღდგენა? დიახ. აი სწორედ უჭირს ამ მნიშვნელოვან ფუნქციას ბინოკულარ მხედველობას აღდგენა, იმიტომ რომ ესე იგი ეს დამოხრუჭება ხანგრძლივი პროცესი, ამიტომ არის რომ იცით, არის ესეთი ტენდენცია ხალხში, რომ აი გაიზრდება და გაუვლის სიელმე. არავითარ შემთხვევაში, თუ 6 კვირის მერე მონაცვლეობით, რა თქმა უნდა, არსებობს ცვალებადი სიელმეც 6 კვირის ასაკამდე ეს ბუნებრივია, ამიტომ ამას ჩვენ არ ვეხებით, მაგრამ 6 კვირის შემდეგ აუცილებლად ასეთმა ბავშვმა უნდა მიმართოს აუცილებლად ოფთალმოლოგს, ბავშვის მშობელმა უბრალოდ და აუცილებლად ნევროპათოლოგს, რადგანაც 1 წლამდე ასაკის ბავშვებში სიელმე მარტო ოფთალმოლოგიური პრობლემით არ არის წარმოშობილი. იქ შეიძლება იყოს ნევროლოგიური ფაქტორიც. ამიტომ ამ ორმა სპეციალისტმა ეს ბავშვი აუცილებლად უნდა ნახოს და რაც შეიძლება ადრეულ ასაკში უნდა გაკეთდეს ქირურგიული ჩარევა. აი ეს მკურნალობა კონსერვატიული მეთოდებითაც რა თქმა უნდა არსებობს. რაც არის აპარატული მკურნალობა, თვალის ახვევა, სათვალე აუცილებელია. უნდა ზუსტად შევიდეს ყველგან, ისე იგი სხივი სადაც საჭიროა და თუ 6 თვის განმავლობაში არ დაემორჩილა მკურნალობას, ისე იგი არ გასწორდა სიელმე და არ აღდგა ეს ბინოკულარული მხედველობა, აუცილებლად აი ესეთ პატარა ასაკში უნდა გაკეთდეს ქირურგიული ჩარევა. ეს არის მეცნიერულად დადასტურებული ფაქტი და ამიტომ მე მინდა ახლა ვისარგებლო შემთხვევით აი ჩვენს მოსახლეობას მივმართო, რომ აი ამ ფაქტს ძალიან დიდი ყურადღება მიაქცევენ, რომ გაზრდას დაელოდებიან, რაც შეიძლება ადრეულ ასაკში უნდა გაკეთდეს. ეხლა თქვენ ბრძანეთ კიდევ ზარმაცი თვალის შესახებ. რას ნიშნავს ეხლა? ქალბატონო, ბოდიშს გიხდით, სანამ აი ამ თემაზე გადავიდოდეთ, სიელმესთან დაკავშირებით ერთი შეკითხვა მაქვს. მე გამიგია შეხედულება, ალბათ ჩვენს ტელემაყურებელს დაინტერესებს ეს. აი, როდესაც ჩვილ ასაკში ბავშვები საწოლში წვანან, არის ესეთი საწოლები, თავზე აქვს სათამაშოები დაკიდებული. და აი თვალს რო ადევნებენ, ეს იწვევსო სიელმეს თუ არის სწორი შეხედულება. მართალი ბრძანდებით, საერთოდ ეს არის პრევენცია, ანუ პროფილაქტიკა სიელმის, რაც შეიძლება
ცოტა ახლო მანძილზე და საერთოდ სათამაშოები ბავშვს უნდა უყიდოთ დიდი ზომის, ფერადი და რაც შეიძლება შორს აი ახლო მანძილზე ეს კუნთები იჭიმება ძალაუნებურად. ეს ნამდვილად ცუდი ის არის ტენდენცია. რატომღაც მე ვფიქრობ რომ მათ არ ჩართეს იქ ექიმები, როდესაც ქმნიდნენ ასეთ სათამაშოებს. და კიდევ მე დამატებდა ვისარგებლო შემთხვევით ახლა რაც შეეხება ყველაზე რთულ სიელმეს მიეკუთვნება მონოლატერალური, როდესაც მხოლოდ ერთი თვალია ყოველთვის გადახრილი. ხო თქვენ როგორც აღნიშნეთ, სხივი თუ არ მოხდა ცენტრში, იქ არ ვითარდება მხედველობა და ბუნებრივია, ახლა როდესაც გადახრილია სულ ერთი და იგივე თვალი, იქ არ განვითარდება. ამიტომ ძალიან მარტივია ამის მკურნალობა, უნდა ესე იგი აიხვეს მეორე ჯამთელი თვალი, რომელიც თავისუფლად ერთ წლის ასაკიდანაც თავისუფლად შეიძლება ამის გაკეთება. კეთილი. რაც შეეხება თქვენ ბრძანებდით ზარმაცვალის შესახებ, მინდა ძალიან ისეთი ფართოდ გავრცელებულია ეს დაავადებაც მოსახლეობაში. ფაქტია, რომ ეს რას ნიშნავს საერთოდ ზარმაცი თვალი? როდესაც სათვალეშიც ფსკერი კარგი აქვს, ესე იგი ბადურაგარცი ნორმალურია, მაგრამ სათვალეშიც ვერ ხედავს. უკეთია სათვალე, რატომღაც ზოგს გონია, რომ აი სათვალეს რომ გაიკეთებს, აუცილებლად უნდა დაინახოს კარგად. აი ესე უკეთია სათვალე, მაგრამ ეს ბავშვი ვერ ხედავს. რა ხდება ამ დროს? აი რატომ განვითარდა? მთავარი ეს არის. ჩვენ როგორც კიდევ ერთხელ დაუბრუნდები იმ თემას, რომ ახალშობილ ბავშვს აქვს 4% მხოლოდ მხედველობის სიმახვილე და ეს მხედველობა რომ განვითარდეს, აუცილებლად არის საჭირო, რომ თვალი იყოს, რა თქმა უნდა, ნორმალური ზომის. ანუ არ გქონდეს სათვალის მოთხოვნილება. ანუ რეფრაქციული, ესე იგი რეფრაქციული ამბლიოპია ექვია ამ დაავადებას. როდესაც ჭირდება სათვალე და არ უკეთია. ფოკუსი უკანა არ მოხდება იქ, სადაც საჭიროა და მხედველობა არ განვითარდა, ხო? მექანიზმი ცნობილია. ამიტომ სწორედ ადრეულ ასაკში უნდა დაინიშნოს სათვალე. მეორე, როგორც ახლა აღნიშნეთ, მონოლატერალური სიელმე. როდესაც ყოველთვის არის გადახრილი მხოლოდ ერთი თვალი. იქაც ზუსტად ცენტრში არ ხდება გამოსახულება და ის 4%, რომელიც ბავშვს აქვს, არ ვითარდება. ხო? მე არსებობს ძალიან რთული დაავადება, ეს გახლავთ ეს დეპრივაციული, ანუ ობსკურაციული ამბლიოპია ეწოდება ამას. ესე იგი, აი ესეც ძალიან მტკივნეული თემაა, ნამდვილად უნდა შევეხო ამას. მოკლედ შევეხოთ დიახ. იმიტომ რომ ეს კატარაქტა თანდაყოლილი როდესაც არის და თან ერთი თვალის, ამას სამწუხაროდ მშობელი ვერ ხედავს. ვერც პედიატრი ვერ ხედავს. უნდა მიიყვანოს ასეთი ბავშვი, იმან ხომ არ იცის რომ ეს პრობლემაა. და თუ ეს ოპერაცია აუცილებლად ქირურგიული ჩარევა 3 თვის ასაკამდე, 3 თვემდე უნდა მოხდეს. მაგრამ სამწუხაროდ მოდიან ეს ბავშვები დაგვიანებულები და უკვე იმ თვალში მხედველობა აღარ ვითარდება, იმიტომ რომ ის ნეირონი ელვისებური სისწრაფით თავის ტვინში, რომელიც არის იმ თვალის ნეირონი, რომელმაც უნდა განაგოს მხედველობა, იღუპება. ამიტომ საზღვარგარეთ ეს ტენდენცია აი ჩვენთანაც არ არის ჯერ ეს დანერგილი და მე მოუწოდებ ყველას, რა ვიცი, ვინც სახელმწიფება როა ეს ძალიან მაწუხებს მე პირადად, იმიტომ რომ მე პედიატრი ოფთალმოლოგი ვარ და კიდევ კარგი რომ ჩვენ არ გვაქვს ხშირად ეს შემთხვევები. იმიტომ რომ ეს დაავადება ძალიან იშვიათი პათოლოგია, ეს თანდაყოლილი კატარაქტა თან ერთი თვალის. და ამიტომ ყველა პედიატრი ფლობს უბრალო მეთოდია ძალიან შუქამტარი არეების შემოწმება. და ეს უნდა დაინერგოს, ეს აუცილებლად ეს საქართველოშიც, რომ ყველა პედიატრი, რა თქმა უნდა, ყველა ბავშვი ვერ მოხდება ოფთალმოლოგთან ასე პატარა ასაკში 3 თვემდე, რომ აი შეამოწმოს შუქამტარი არეები, რომ თავიდან ავიცილოთ აი ეს საშინელი შემდეგ ინვალიდობა მხედველობის მხრივ, ასე ვთქვათ. ეს მოხდეს პედიატრთან ამ შემთხვევაში. ეს სასურველია, იმიტომ რომ და ისე უნდა გააკეთო, რომ ყველა ბავშვი 3 თვემდე ასაკში უნდა მივიდეს ოფთალმოლოგთან. არ ხდება. აი ეს გამოსასწორებელია ნამდვილად ეს ფაქტი. აი მეორე ეს თქვი მესამე ამბლიოპია, შემდეგ არსებობს ანიზომეტროპიული, როგორიც თქვით რომ ერთ თვალში რომ არის სათვალის მოთხოვნილება დაუშვა და მეორეში არ არის დიდი განსხვავება როცა თვალებს შორის. იმ თვალში სადაც არის ნომერი დიდი, იქ ვითარდება სწორედ ეს ზარმაცი თვალი, იმიტომ რომ ფოკუსი იქაც მექანიზმი იგივეა, რაც რეფრაქციული ამბლიოპიის დროს. ზუსტად იქ არ ხდება ეს გამოსახულება და ამიტომ არ ვითარდება. და კიდევ არსებობს მეხუთე სახე, ეს გახლავთ ისტერიული ამბლიოპია, ძალიან საინტერესო შემთხვევა, ეს არ არის სიმულაცია, იმიტომ ბავშვს არ ესმის რომ უნდა მოიტყუოს, რომ ვერ ხედავს. მაგრამ მე პირადად 3 შემთხვევა მქონდა ჩემ პრაქტიკაში, რომ მშობელი აღელვებული, რა თქმა უნდა, მოდის, რომ ჩემი შვილი ვერ ხედავს, ეუბნება, რომ ვერ ვხედავ.
ბავშვი პროტეზს აცხადებს. ნუ მოყავს რა თქმა უნდა, ყველანაირ გამოკვლევას ვატარებ და აღმოჩნდება რომ ყველაფერი ნორმაშია. და სინამდვილეში ვეტყვით რომ აი ეხლა შენ ჩაგიწვეთებთ ისეთ წამალს, ან გაგიკეთებთ ისეთ მინას, რომელიც შეხედულობას მოვიდა და სინამდვილეში უბრალო მინას. არის კრებულში ესეთი უბრალო მინები ჩადებული, რომელიც არ აქვს დატვირთვა არც პლუსი, არც მინუსი, ჩაუდებ და მშვენივრად ხედავს 100%-ს. აი ეს ფსიქოლოგიური მომენტია, ეს თავის ტვინში ხდება რაღაც პროცესი და ესეთ ბავშვებს ჩვენ ვუგზავნით ფსიქოლოგებს, ან ნევროპათოლოგებს, ან ფსიქოლოგებს და იმას მერე თავიანთი იმით გურნალობენ ისინი ამ მეთოდს. აი ეს გახლავთ რაც ძალიან ცოტა დრო დაგჭა და ამასაც შევეხოთ ეს რაღაცა თანამედროვე სამყაროს ერთგვარ პრობლემად იქცა და მეტიც აი ტერმინიც კი გაჩნდა მე მოვინიშნე კომპიუტერული სინდრომი. აი თქვენ თუ შეგხვედრიათ აი რას ნიშნავს ეს რომ განგვიმარტოთ? კომპიუტერული სინდრომი ძირითადად ეს გახლავთ მშრალი თვალის სინდრომი, ეს რომელიც თანამედროვე არა მარტო კომპიუტერის თანამშრომლობარი ადამიანებს ემართება, არამედ ქალაქის მაცხოვრებსაც ეკოლოგია არის დაბინძურებული საერთოდ. ეს რა არის იცით ჩვენ გამოგვეყოფა ყოველთვის ცრემლი რომელიც ატენიანებს თვალს და ჩვენ არავითარ დისკომფორტს არ გვწონთ ამის შესახებ. მაგრამ აი ესეთ სიტუაციებში ირღვევა ცრემლის გამოყოფა, ცრემლის გამოყოფის პროცესი. მცირდება ცრემლი და განსაკუთრებით სიმშრალე ხდება დიახ და ამიტომ ძალიან დისკომფორტს განიცდიან ასეთი ადამიანები, განსაკუთრებით ვინცაც ხშირად უხდება კომპიუტერთან მუშაობა. რადგანაც თქვენ თუ დაკვირვებული ხართ რომ მუშაობ კომპიუტერთან რა ესე იგი არ ახამხამებ თვალს თვალები საერთოდ წამწამები იმიტომ გვაქვს და ის რომ ეს მავნებზე აგენტებისგან თავისუფლდება ხამხამის დროს და ცრემლიც პროდუცირებად ცრემლისაც უფრო ხდება. და აი კომპიუტერთან მუშაობის დროს აი ეს ირღვევა. და აი ამიტომ შრება თვალი. და ასეთ დროს ადგილი აქვს წვას თვალის დისკომფორტს, გაწითლებას თვალებისას. და აუცილებელია ამიტომ არსებობს ძალიან ბევრი საშუალება ხელოვნური ცრემლის მრავალი სახეობა. აუცილებლად ვისაც ხშირად უხდება ამ კომპიუტერთან მუშაობა, აუცილებლად სისტემატურად უნდა იხმაროს ეს საშუალებები, როგორც არის ხელოვნური ცრემლი. და ბოლოს განათებას, აი თქვათ იგივე ბავშვის ოთახში, ბუნებრივ თუ იგივე ხელოვნურ განათებას რამდენად აქვს მნიშვნელობა? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ახლა ძალიან ისეთი შემოსულია თქვათ რაღაც სხვა ფერადი განათებები ოთახში. ხო, მაგრამ სიმყუდროვისთვის, სიმყუდროვისთვის, მაგრამ თვალს ყველაზე უფრო ბუნებრივი განათება, ყველაზე უფრო საზურველი თვალისთვის არის ბუნებრივი განათება. რა თქმა უნდა, ახლა საღამო საათებში, როდესაც ესე იგი არ არის, უნდა ვიხმაროთ მაგიდის ნატურა აუცილებლად, დამატებით ჭაღიც უნდა იყოს ზემოთ და აუცილებლად გვერდიდან ისე რომ თვალებში არ უნდა ანათებდეს, უნდა ანათებდეს წინს. თუ რა თქმა უნდა მემარცხენე არ არის ბავშვი, განათება უნდა იყოს მარცხენა მხრიდან. მაგასაც მნიშვნელობა დიახ. და მანძილი რა თქმა უნდა იყოს 30 სანტიმეტრი თვალსა და წინს შორის. სწავლის დროს კითხვა რამდენად? არავითარ შემთხვევაში. ჩვენ ამ დისტანციას ჩვენ ვერ დავიცავთ 30 სანტიმეტრი უნდა იყოს და კიდევ მნიშვნელოვანია ძალიან სწორედ აი ეს კომპიუტერთან ვინც მუშაობს იმანაც უნდა გაითვალისწინოს რომ ყოველ ნახევარ საათში 5-10 წუთი თვალმა უნდა დაისვენოს. და ყველაზე კარგად ისვენებს, როდესაც უყურებს აი შორს. და აი სივრცეს დიახ. ამიტომ არის რომ აი სწორედ სოფელში მცხოვრებ ადამიანებს იშვიათად ვითარდებათ ისეთი დაავადება, როგორც არის ახლო მხედველობა. ხო, აქ კორპუსიდან კორპუსს ალბათ უფრო დიდი შანსია. რომელიც სხვათა შორის არის სენი, ეს თანამედროვე მოსახლეობის ბავშვებში ყველაზე ახლა აი ამ მხედველობის დარღვევებს შორის, ამ რეფრაქციებს შორის ყველაზე პირველ ადგილზე ახლა ამჟამად უკვე როცა იყო ადრე ახლო შორსხედველობა, ახლა უკვე ახლო მხედველობა გახლავთ. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ ფიქრობთ რომ ჩვენ ტელემაყურებლისთვის საინტერესო იყო მამის საჭირო ინფორმაცია მივაწოდეთ და კიდევ ერთხელ აი მართლაც ხაზი რომ გავუსვათ არ უნდა გადავაცილოთ დროს რომ აუცილებლად მოხდეს მიყვანა როგორც პედიატრთან ასევე ოფთალმოლოგთან 1 წლის ასაკში 3 ასაკამდე 1 წლის 3 წლის და 6 წლის ასაკში ხო შემდეგ წელიწადში ერთხელ
როგორმე ეს პროფილაქტიკის მიზნით აუცილებელია ეს. ასე რომ გავითვალისწინოთ ძვირფას ტელემაყურებლებო. შევახსენოთ ჩვენს ტელემაყურებელს აკადემიური დოქტორი მედიცინაში ოფთალმოლოგი ქალბატონი ლუიზა ცომაია საუბრობდა მოზარდებში თვალის პათოლოგიების შესახებ. ჩვენი დროც ამოიწურა.